ტრადიციულად როგორც გასული დღეების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები კვლავ არიან თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე და უკვე დაიწყო აქ იმ მოქალაქეების შეჩერება, ვინც ტოვებს რუსთაველის გამზირს. Თქვენ ამ წუთებში ხედავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგენენ სპეციალურ ოქმს, აქ რამდენიმე წამის წინ დალუქეს პირბადეები, რომელიც ამ ახალგაზრდებს ჰქონდათ, თუმცა განუმარტეს ახალგაზრდებმა, რომ ამ ნიღბებით მათ სახეები არ ჰქონდათ დაფარული. ახლა პროცედურების მიხედვით ძალოვანი უწყების თანამშრომლები შეადგენენ სპეციალურ ოქმს და სავარაუდოდ როგორც რამდენიმე გასული დღის განმავლობაში ვითარდებოდა პროცესები, უნდა ველოდოთ, რომ სავარაუდოდ ხვალან ზეგ უკვე ამ ადამიანებს მიაკითხავენ ძალოვანი უწყების თანამშრომლები. აქ ხედავთ აქტივისტებს, რომლებიც არიან შეყოვნებულები, ხედავთ თიკა პატარაიას, შევეცდები რომ მას გავესაუბრო. თიკა, რომ გვითხრა რასთან დაკავშირებით შეგაყოვნეს? სახლში მივდიოდი და გამაჩერეს. ვის საფუძველზე აი თუ გაგიმართეს? იბადე თუ გაკომკითხეს და არ მაქვს არაფერი. თქვენგან არ ამოუღიათ პირბადე. ოქმში რას წერენ, რა გიქრენ? არაფერი არ განუმარტავთ? რატომ არ განუმარტეთ მოქალაქეებს, რის საფუძველზე მოხდა ყმაწვილო? რის საფუძველზე მოხდა მათი შეჩერება ბოდიში უკაცრავად? იქნებ თქვენგან მიმარტოთ. ან თქვენ რატომ არ განუმარტეთ მოქალაქეებს, რის საფუძველზე ხდება მათი თქვენ ხომ ხელმძღვანელი პირი ხართ, თქვენ გუშინაც ხელმძღვანელობდით ამ შეყოვნებას და ოქმების შედგენას. ხელმძღვანელი პირი ხომ ხართ? ხომ გაქვთ კანონით ვალდებულება, რომ მოქალაქეებს გააცნოთ, რის საფუძველზე ხდება მათი შეყოვნება? საზოგადოებასთან ხართ, უამრავი ადამიანი გიყურებთ, უამრავი საქართველოს მოქალაქე და მათთან ხართ ვალდებული და არა ჩემთან. და შესაბამისად მათი სახელით გესაუბრებით, რომ განუმარტოთ მოქალაქეებს, რის საფუძველზე ხდება მათი შეყოვნება. შეგიძლიათ მითხრათ? უკვე მესამე ღამეა ამ საპოლიციო ღონისძიებას აწარმოებს. მეც მუშაობ. რატომ რომ გესაუბრებით, გონება გეფანტებათ? კი ბატონო, მაშინ გამესაუბრეთ და მერე შეადგინეთ ეს ოქმი. კომუნიკაცია საერთოდ ახალ ვალდებული ამაზე უპასუხო. იქნებ თქვენ მითხრათ. თქვენი კარნახი სჭირდება, რომ არ არის ვალდებული? თქვენ თავზე აგიღიათ 2-3 დღის განმავლობაში აქ მოქალაქეების შეყოვნება, ოქმების შედგენა. უნდა ელოდონ ეს ადამიანები, რომ როგორც სხვა ადამიანები ისე დააკავებთ მათაც? მგონი ჩვენი აღარ ესმით. შეგვიძლია მივცეთ შესაძლებლობა ამ ადამიანებს, რომ იმუშაონ, როგორც ხედავთ, ოქმის შედგენა გრძელდება თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე და გარდა ამ სივრცისა მოქალაქეები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ასეთივე ვითარება არის რუსთაველის გამზირზე, დაახლოებით რუსთაველის თეატრთან, სადაც ასევე არიან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და ადგენენ სპეციალურ ოქმებს. ეს უკვე მესამე ღამეა, როდესაც ძალოვანი უწყების თანამშრომლები ასე აჩერებენ საპროტესტო აქციიდან წამოსულ ადამიანებს და ასეთი საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობს. გიორგი დუმბაძე არის ჩვენთან ერთად. გიორგი, ჯერჯერობით შენ არ შეუყოვნები ხარ ამ ადამიანებს, გითხარი აი ეს საპოლიციო ღონისძიება, ეს მეთოდები, რასაც ხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში, რას გეუბნებათ ამით ქართული ოცნება? უნდათ თუ არა თქვენი დაშინება, პროტესტის გაჩერება, რომელიც ძალიან დიდი თავის ტკივილია ქართული ოცნებისთვის. ბოლო რამდენიმე დღე ჩვენ კომიკურ სცენებს ვაკვირდებით, განსაკუთრებით დღის სამონაკვეთში, როცა მოქალაქეებს აჩერებენ და პირბადეებს ულუქავენ. ეს აბსურდი არის საბოლოო ჯამში. ამაზე რა კომენტარი შეიძლება გაკეთდეს, წარმოუდგენელი არის, ხო? აი, ვინმეს რომ ეთქვა, აი 2013 წელს, როცა ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, 2012 წელს, რომ აი 2024 და 25 წლებში აი ესეთ რაღაცებს გააკეთებენ და ადამიანებს დაასახიჩებენ, მიუგზავნიან ტიტუშკებს, პოლიციელები ტიტუშკების მხარეს იქნებიან, შემდეგ მოქალაქეებს გააჩერებენ, პირბადეებს ჩამოვართმევენ და დაულუქავენ და ოქმს შეუდგენენ 80 წლის ბებოებს და ეს ხო წარმოუდგენელი მარაზმი არის და საბოლოო ჯამში ეგ არის ზუსტად რა პარადოქსი არის ის, რომ იმის შიშით რომ ხელისუფლება არ დაკარგონ, ისინი დაუშვებენ აუცილებლად და უშვებენ ისეთ შეცდომებს, რომელიც გამოიწვევს იმას, რომ ხელისუფლება ძალიან მალე დაკარგავენ ეს ადამიანები. ეს აი კომენტარის გაკეთება შეუძლია, აი მარაზმი, აბსურდი და ეს არის ადამიანები, აი კუთხეში მიმწყდეული თაგვი როგორც იქცევა, აი ზუსტად ეგრე იქცევა დღეს ქართული რა ბჭყალებში ქართული, იმიტომ რომ ჩემი აზრით საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ ნებას
არ ემორჩილებიან, კონსტიტუციას არ ღვევენ, არჩევნები გააყალბეს, ჩვენ ამას ვხედავთ და ვიაზრებთ, ხო და ყველა ხედავს ამას და ძალიან მალე ამ ყველაფერს წერტილი დაესმება. მადლობა. ახლა თქვენ ერთ სივრცეს გაჩვენებთ, სადაც ოქმების შედგენა მიმდინარეობს და ამავდროულად ოპერატორს მინდა ვთხოვო და გაჩვენოთ მეორე ტერიტორია, ეს უკვე არის მეტროს შესასვლელი, ეს არის თავისუფლების მეტროს პირდაპირ მოპირდაპირ სივრცე უფრო სწორედ, აქაც როგორც ჩანს, საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობს, მესამე ღამის განმავლობაში ასე ვითარდება პროცესები, როდესაც აქციის მონაწილეები მიდიან სახლში, მათი შეყოვნება ხდებოდა სპეციალური ოქმების შედგენა. ეს არის ის მეორე გოგონა, რომელიც თიკა პატარაიასთან ერთად შეაჩერეს, სწორედ მათ ეკიყვებოდით. მოკლედ ასეთი არის ვითარება ახლა თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც ჩანს, ძალოვანი უწყების თანამშრომლებს ეს გეგმა აქვთ, რომ საპროტესტო აქციიდან წამოსული ადამიანები შეაყვავნონ, შეადგინონ სპეციალური ოქმი და ასე დაიმახსოვრონ მათი პირადი მონაცემები იმისთვის, რომ მომდევნო დღეებში სავარაუდოდ უნდა ვივარაუდოთ, რომ უკვე მოხდეს მათი დაკავება.